სამახსოვრო ფოტო და გაწეული მუშაობის შეჯამება სიმბოლური სხდომით 2010 წლის მოწვევის საკრებულო მუშაობა დაასრულა. გადასაწყვეტ საკითხთა სიმრავლის გამო შესაძლოა დღევანდელი შემადგენლობით ბათუმის საკრებულოს დარბაზში კიდევ ერთი სხდომა გაიმართოს, თუმცა წარმომადგენლობითმა ორგანომ სიმბოლურად 4 წლიანი მუშაობა დღეს ორ კულტურულ საკითხზე მსჯელობით დაასრულა. თვითმმართველმა ორგანომ ამერიკისა და ინგლისის ყოფილი საკონსულოს შენობებზე მემორიალური დაფის განთავსების შესახებ განკარგულება მიიღო. სხდომაზე შეფასდა წარმატებული თუ წარუმატებელი პროექტები და ხმაურიანი სხდომები. კოლეგებმა ერთმანეთს ეს ყველაფერი კრიტიკისა და გაღიზიანების გარეშე შეახსენეს. გამოსამშვიდობებელ სხდომას ამავე მოწვევის საკრებულოს ყოფილი წევრები და ყოფილი მერი ჯემალ ანანიძეც ესწრებოდა. განცხადებები და შეფასებები ნახეთ დღის მთავარ გამოშვებაში. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდში მოგვიწია მუშაობა, იცით თქვენ ის პოლიტიკური პერიპეტიები, რომელიც მთელს ქვეყანაში იყო. ღირსება არ დაუკარგავს საკრებულოს არც ერთ წევრს. ჩვენ გქონდა ჟაბაასი, ჩვენ გქონდა დაპირისპირებაც, მაგრამ ეს იყო ყველაფერი საქმიანი, ამიტომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყო ზუსტად ის გამოხატულება, მადლობისმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც იღვაძა მეტნაკლებად, ზოგმა კარგად, ზოგმა საშუალოდ, ზოგმა ცუდად, ამას მოსახლეობა შეაფასებს. მომდევნო მოწვევის საკრებულოებს უნდა ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად დაძაბული სხდომებისა ბათუმის საკრებულოში კოლეგიალობას, რა თქმა უნდა, არ კარგავს ბათუმის საკრებულოს წევრები და ეს უნდა იყოს ტრადიცია ქალაქში. შეიძლება იყოს დაძაბულობა სხდომაზე, მაგრამ ბუნებრივია ეს რაღაცას ვარს იქეთ არ უნდა გადავიდეს და ესე უნდა დამთავრდეს ხოლმე ალბათ ყველა მოწვევის საკრებულოს მუშაობა. ზოგადად რაც შეეხება ამ საკრებულოს მუშაობას, რა თქმა უნდა, არათუ მე არ მგონია ირაკლი ჩავლეიშვილს და ზოგადად ვინმე ყოფილი იყოს ბოლომდე ამ საკრებულოს ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობის, იმიტომ რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დარჩა განხილველი, რომელსაც მოწვევის საკრებულო განიხილავს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთ ვისი ამ საკრებულომ ბოლომდე მიიყვანა საკუთარი თავი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო გარკვეული ნაკლებობები, რაც იმაში გამოიხატება, რომ მთელი ინფრასტრუქტურულ სამშენებლო ობიექტებზე ვერ ხდებოდა გამოყოფილი სახსრების ათვისება და ეს მისი მიზეზი იყო, რომ გარკვეული ნაკლებობები იყო ამ პროექტების მართვაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრი საკითხი, რომელიც საჭირო იყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკრებულო ამას აკეთებდა. ყველას დიდი მადლობა თქვენ, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მონაწილეობდით ამ პრობლემების გადაწყვეტაში.